მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. ცოტა დავიკარგე, კაი აღარ ჩამიწერია თქვენთვის გაშლა და მოდი დღეს იყოს ასეთ საკითხზე. რა გჭირდებათ აი ახლა იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ უფრო უკეთ ვიდრე ხართ. რა გჭირდებათ ახლა იმისთვის, რომ თავი უფრო უკეთ იგრძნოთ. ჯერ ვნახოთ რა მდგომარეობაში ხართ ახლა თქვენ, ვინც მე მიყურებთ. მეგობრებო, ანუ ძალიან როგორ გითხრათ, ეხლა მიყურებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც რეალურად არ აქვთ ცუდი სიტუაცია, პირიქით, ძალიან კარგი სიტუაცია აქვთ, კარგად უნდა გრძნობდნენ რეალურად თავს, ბედნიერად შევსებულად, ვიღაცა თავის წყვილთან არის, ვიღაცა მარტო თავის საქმეს კარგად აქვს, რაღაცა კარგ მდგომარეობაში უნდა იყოთ წესით, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს თითქოს ვერ ხედავთ. რაღაცა ეჭვებში ხართ, რაღაცა სულ არეული ხართ, საკუთარ თავს იბლოკავთ რაღაცნაირად თვითონვე და გამოკიდებული ხართ რაღაცნაირად წარსულს და მომავალს შორის ძალიან ვერ დგავთ ნაბიჯებს, მოკლედ. თუმცა თქვენი დღევანდელი სიტუაცია არ არის ცუდი, მაგრამ სავარაუდოდ რაღაცა ძველი ტრამვები, ძველი სანერვიულო საფიქრალი, ესენი კიდევ გაწუხებთ. ესენი კიდევ ეჭვებში გაგდებთ და არ გაძებთ იმის საშუალებას, რომ შეიგრძნოთ ეს თქვენი დღევანდელი სიტუაცია და მაინც რაღაცა შინაგან ბრძოლებში ხართ. არდა რეალურად ძალიან მიმზიდველ, კარგ სიტუაციაში ხართ, ფინანსურადაც, ემოციურადაც, მაგრამ ემოციურად აი გადავსებული ემოციები გაქვთ თითქოს რაღაცნაირად, აი ძალიან მოწოლილი ემოციები, მაგრამ აი შინაგანად ხართ აი ძალიან შეიძლება ესეთი აი დიდი ემოციები იმიტომაც გაქვთ, რომ ვერ აკონტროლებთ, ვერ ხვდებით როგორი მიმართულება მისცეთ თქვენს ემოციებს. კარგი, აბა ნახოთ ახლა რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ კარგად, დაინახოთ თქვენი რეალობა, თქვენი კარგი რეალობა დაინახოთ და თავი იგრძნოთ შვიდად. რა გჭირდებათ ამისთვის, რომ თავი შვიდად და კარგად იგრძნოთ. მეგობრებო, ძალიან როგორ ვთქვა, ძალიან სწრაფი ტრანსფორმაცია, ძალიან სწრაფი შეცვლა ამ სიტუაციის. იმიტომ რომ ეს ამ სიტუაციაში თუ კიდევ დარჩით რამოდენიმე ხანი, შეიძლება უკვე თქვენმა აი ამ კარგმა რეალობამაც უსულად დაიწყოს და აღარ იყოს ასეთი კარგი, იმიტომ რომ თქვენ რეალურად არაფერს აღარ აკეთებთ ამ თქვენი ყოველდღიურობისთვის, თქვენი ცხოვრებისთვის. აი რაღაცა გაჩერებული ხართ ამ ერთ ადგილზე. და გჭირდებათ ის, რომ თქვენ დაასრულოთ ტრანსფორმაცია განიცადოთ სწრაფად ძალიან, აი ძალიან დიდი ნაბიჯებით, რასაც ქვია, გაიქცეთ აი ამ მდგომარეობიდან. და დაინახოთ ეს კარი, რაც გთავაზობთ ბედნიერებას.
წინსვლას გამოხვიდეთ აი ასეთი გაწოლილი დეპრესიული მდგომარეობიდან და ეს შეიძლება აი ამ მდგომარეობიდან შეიძლება გამოგიყვანოთ უბრალოდ კომუნიკაციებმა, ხალხში ყოფნამ, მეგობრებთან ერთად გართობამ, რაღაცა მარტო არ იყოთ არასდროს. მარტო ყოფნა გიშვებათ იმას, რომ გადადიხართ მერე საშინელ ფიქრებში, აი რაღაც overthinkingში, დეპრესია გემართებათ მერე. ამიტომ ჯობია რომ იყოთ უფრო ხალხმრავალ ადგილებში, ეცადოთ რომ გაერთოთ, მეგობრებთან ერთად იაროთ. ხო, რა გჭირდება? რა ვიკითხოთ ახლა? ხო, ეს სწრაფი გამოსვლა ამ მდგომარეობიდან კი. რა დაგეხმარებათ აი ამაში? მეგობრები კი გართობა, მეგობრები რაღაცები ვთქვი, მაგრამ აი კიდევ რა დაგეხმარებათ? აი ამ სიტუაციიდან გამოსვლაში, რა დაგეხმარებათ აი ამ სიტუაციიდან გამოსვლაში? აი სწრაფი ქმედებები მეგობრებო, აი ძალიან წევანას ვთქვი და ეხლაც ვამბობ. სწრაფი არჩევანის გაკეთება. რაღაცებში დაბნეული ხართ, რაღაცა დისბალანსი გაქვთ, თითქოს რასაც გასცემთ, გინდათ რომ იგივე მიიღოთ და თუ ვერ იგებთ, მე რაღაცა ძალიან ემოციური ფონი გაქვთ და ამ ყველაფრიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ არჩევნის გაკეთება, აი საბოლოოდ რომ გადადგათ ნაბიჯი, გააკეთოთ სწრაფი არჩევანი და ასევე შეიძლება გვერდში დაგიდგეთ ამ სიტუაციაში ეს იმპერატრიცა ამოვიდა, შეიძლება იყოს დედა, ან ისეთი ადამიანი, ვინც გაცრავთ, ვისიც თქვენ გჯერათ და ვისაც ენდობით, ვიღაც ესეთი სანდო ადამიანი შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში და ის დაგეხმაროთ აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. მთავარია თქვენ მიიღოთ იმის გადაწყვეტილება, რომ ეს თქვენი შინაგანი ცუდად ყოფნა, შინაგანი დაბრკოლებები, ბლოკები დაასრულოთ. აი ძალიან სწრაფად გადადგათ ნაბიჯები და გადახვიდეთ ტრანსფორმაციაში, რის შემდეგაც დაინახავთ იმ ახალ კარს და იმ ცხოვრებას, რაც რეალურად არის თქვენი. მაგრამ ამ წუთას გიჭირთ ცოტა ამ ყველაფრის დანახვა. კაი, მოდი ვიკითხოთ რჩება ტაროსგან. რას გირჩევთ ტარო აი ამ სიტუაციაში? რას გირჩევთ ტარო ამ სიტუაციაში? აი კიდევ დასრულების და ტრანსფორმაციის არკანი. რას გირჩევთ ტარო ამ სიტუაციაში? აი მეგობრებო, ტარო გირჩევთ რომ სასწრაფოდ, ძალიან სწრაფად იმოქმედოთ, რაც წერამ თქვი და ტაროც გირჩევთ იგივეს. თქვენ ხართ ძალიან მიწიერი, ძალიან მყარი, ესეთი ფინანსურადაც აი რო შეუძლიათ გამომუშავება ფინანსების ესეთი ადამიანი, ასევე ძალიან ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება და თქვენ ამ ყველაფერს ვერ ხედავთ. ტარო აი ამ ბლოკების გამო ზუსტად და ტარო გირჩევთ რომ სწრაფად არჩევნის წინაშე ხართ რაღაც და აი ეს არჩევანი დაინახოთ, გაანალიზოთ, საით უნდა წაიყვანოთ თქვენი ცხოვრება, გაანალიზოთ ის, რომ
აი ფეხზე რო წამოდგებით და გაიხედავთ გარშემო, დაინახავთ, რომ თქვენი ცხოვრება ძალიან ლამაზია რეალურად. მთავარია შეძლოთ ამ ყველაფრის დანახვა. შეიძლება იმ დონეზე ლამაზია თქვენი სამყარო და თქვენი ცხოვრება, რომ ვიღაცა ვინც უყურებს თქვენ ამ ცხოვრებას და თქვენს ვინც უყურებს შორიდან ძალიან უყვირს, რომ აი თქვენ ამ ასეთი ცხოვრების პატრონი რატო უნდა იყოთ ასე ცუდად. მაგრამ ტარო გირჩევთ, რომ ადგეთ ფეხზე და დაინახოთ, თქვენს დაინახოთ და დააფასოთ ის, რაც სამყარო მოგცეთ. ასევე შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში არის თქვენი ცხოვრება, თქვენი ყურადღების ცენტრშია უფრო ესეთი სოციალური ქსელების ძალიან ბევრი გაკვირდებათ და დააფასოთ ეს თქვენი ცხოვრება. ტარო გირჩევთ, რომ დააფასოთ ეს ყველაფერი და დაინახოთ. ძალიან კარგი, დღეს რამოდენიმე ხნის მერე დავბრუნდით და ცოტა მოკლე გაშლა შემოგთავაზეთ, თუმცა მიზეზები მაქვს, რის გამოც ვერ ვახერხებ ვიდეოების ჩაწერას თქვენთვის, თუმცა ძალიან სწრაფად აღვადგენ ამ ყველაფერს რამოდენიმე დღეში სავარაუდოდ და მოგიყვებით რა სიტუაციებშიც ვიყავი. მადლობა ყველას, ვინც მისმენთ, ვინც იწონებთ ჩემ ვიდეოებს, კომენტარებს მიწერთ და ვისაც გამოწერილი გყავართ, ვისაც არ გყავართ და მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ და უფრო რეზონირდება თქვენზე ჩემი გაშლები. დაგემშვიდობებით ახლა, ბედნიერ საღამოს გისურვებთ დროებით.